1 2 3 სტადიონზე საოცრებებს ჩვენმა დღევანდელმა სტუმარმა თქვა ისე მინდა სამსახური როგორც ბორჯომს თავსახური ხა მეც მინდოდა ხო რომ გაითვალისწინოთ მოედანზე საოცრებებს აკეთებდა ჩვენი რონალდინიო დღეს ლაილაის სტუმარია ნაღდი ორთარდინიო ვა ერაო სავი შეგადარე და რა ხაზი გავყევი ოთარდინიო ბრაზილი ლეხებს უნდათ სახლისი აგვარებს მამასახლისი ოთარ მამასახლისია დღეს ჩვენი სტუმარი და ეს უკვე შეჯიბრი იქნება დღეს ვატყობ სად ვიმყოფებით მოდი ჯერ თქვი რა შენ კარგად აცხადე ბილი ბერკის ირლანდიურ პაბში სეტანტა სეტე კოსტავა ვაცდი და ჩვენი მეგობარი და სპონსორი და კომაგი და რა ვიცი ყველაფერი ნიკორა სოსისი კომაგი ჩვენთან არის რა თქმა უნდა და ოთარს გაუმართლა შეგიძლია უცებ გარით მოკომაგზე ლექსი კომაგი სოსისი კომაგი კომაგი სოსისი მოგება ორმაგი მე მივიწევ კომაგი ოო არა მოიცა უთხარდი აი მე გაასენდება ერთა მივიწევ თქვი რა მაგით დავიწყოთ რა მიდი ჰა გალაქტიო ეგა თქვა ივანოვაში ვიყავი იქ ბევრი ჭამეს სმეტანა პარიკმახერი 20 წლის ქოქო გავში მე სვეტლანა ძმე სამკრიჭავს ბიჭო და ეს მოდებს აკეთხარ მე უთხარი საღამოთი რა ვეჩერა что вы делаете метки да ничего я парикмахер да мужчине это мало городе да приходи меня აი დრიბლინგი და გავიგეთ ой მე როცა მიყონა გავაპე აგეყოდი თხარი თოქითხარი მაგისტორია და 99 წელი მე ცხოვრებაში დიმა არ დამავიწყდება რა რატო 30 ივლისს ჩავედი მოსკოვში ზაზაჟანეშიეს გამოვართვი ფული უნცა და გადავედი ქალაქ ივანოვოში ივანოვი სადაც კაცების ნაკლებობაა და არის და მინდოდა მითო მეთამაშა ფეხბურთი ტექსასში ხალხთა გუნდში არა აბა კაცების გუნდი მაგათ არ შეჩემა და იური გავრილოვი გავრილოვს კაკაბაზე მაგია შეიძლება ნახო ეს ჩანაწერი გავრილოვს შენი და გახსოვს მასლა შეგონა თქვა გავლიანი იგრეთ კაკ გავრილოვო ხო ეგ გასაგებია შემოიწყე სინჯელზე ჩახვედი არა ჩემი ხოდი ჩავედი აი ღმერთია მოწვეს უსხანერად მე ვიყავი ჩემი თავის მენეჯერი მე ვიყავი მენეჯერი გუნდში თამაშობდი თუ არა არა ვარჯიშობდი და ვიცი რა დღეს არ გეჩეო რა ქალები გაგაფუჭებენ და ნუ გააპე და გაფუჭდი მე ქალებმა გაგაფუჭეს გაგას რა ორი კვირა დავჭი მეტი არა სამი ცოლი ყავს სამი შვილი აგიზარდოს ღმერთმა ძმაო ოთარი არის 59 წლის გაისად იუბილეს ხარ დაპატიჟებული და ეტყობა რა ვისაც ვინც გიყურებს მე არა ვიყავს არა კაცო 26-7000 გამოწვი ყავს გინდა მოგიყვანოთ ხო 27000 ცოტა ბიჭო მაგრამ წელიწად ნახევარია ბრატ რაც ეს დაჯექი რა იმას ერთი არ დავასახერებ იმას ავიძიხარ შეჩემა დაასახე ისე თქვა სასტავები დინამიკევის სასტავი მახსოვს კოტემახარის პაროდია ვიცი ვიტალე ოზორის პაროდია ვიცი მიდი კოტემახარაზე ქართულად თუ რუსულად Говоришь, и показываешь солдат на стадионе Динамо Тбилиси, Карцейсена. Состав команды Карцейс. Вратарь Хансур Грапентин. Второй Брауэр, третий Хопе, четвертый Шеллинг, пятый Лотар Корвет, шестой Шнупхазе, седьмой Краузе, восьмой Линдеман, девятый Билау, десятый Раб и под позицией номером Погел. Старший тренер Ханс Майер. Я передачу комментатор Коте Махарадзе. Всего доброго, товарищ. ახსოვს მოიჭერთან გაჩე რაც მე ნიგოზი მაქვს ნაჭამი პირველი შემთხვევა რომ ვიჩადრე რაც მე ნიგოზი მაქვს ნაჭამი ბიჭო ნიგოზი 100 კილომდე ბოჭა ნიგოზი მეტი ნიგოზი ახალგაზრდა სულ ნიგოზი და თა მოკვდა ნიკოს რადიკალკაში ჩავდიოდი ხოლმე ყავილოვი თამაშობდა ეს უბედნიერესი იქნება და სასადილო ხო იყო და სულ თაფლ და ნიგოს ჭამდი მეტი არაფერი იქ კატლეტი რემის არა იყო საჭმელი როგორ ის მინდოდა ხაჭო სმეტანა გიშმიში მანქანები რო აჩუქეს შენ სხვა არ გაჩუქეს არა ალანიეს თილისმა ვიყავი მაშინ ბიჭო მომისვილი აგარი ბედნიერი ვიყავი გავაგზელო აღარ ვიცი 95 წელს ვიყავი ძალიან ბედნიერი რა ყველა ფეხბურთელი ეს ხვიჩას მაიკა კი ოკმაისური უკვე არა მე ვიყიდე 20 ლარად პატენტი ბიჭო უყურე მაგას ეხა ეს მოუხდება აი ნახე ეს მართლა მაგარი ხუდი გინდა მინდა აბა შენ მერე ეს შენ ძმაო შენ შენ არ გინდა არა ძმაო შენ ჩემი ეს ჩემია მეგობრებო ხო მაგაზე ჩაიცვა და იქნები რა ვიცი მერე ჩავიცვა ეხლა არ ჩაიცვა არა ეხლა არ გაგიგონდა მე რეგატი ისა ეხლა ოზეროვის პაროდია გავაკეთე ჯერ პაროდია მივიდეთ იქამდე მივიდეთ კარგი იყო კონტექსტი გასცე სასტავები ვიცი მოგვიყე მაგაზე მე ვილაპარაკო როგორ ავარ და ვარა გაისად იუბილე მაქვს 60 წლის დაგპატიჟებთ რესტორნის სახელი ჯერ არ ვიზახე
ხო, ადრეა ეხლა. რომელ თვეში? 21 ივნისი. ივნისი. შვენიერი ზაფხულში. მე რომარიო და სტოიჩკოვი 21 ივნისს ვარ დამატებული. შენ რომარიო და სტოიჩკოვი? კი, 21 ივნისი. კეთესი რა გინდა რო ინატრო. მითხარი რა, როგორ დაიწყე და როდის რომელი წელი იყო რომ გამოჩნდი? შენი ლექსები. ბიჭო, ხო, თან ლექსებს შენ თვითონ წერ ყველას, ხო? კი. არის პარა. 1000 ლექსი მაქვს დაწერილი. დათვლილი. მე წინი რატო არ გინდა რომ გააკეთე? 1000-იანთა კლუბის წევრი წევრი. გამოუშწორს გეუბნება. აბა სადა ვინ მე დიმას ვეუბნები რომ გამოუშვას. ამას აქვს გენიალური რიტმები აქვს ფეხბურთელებს. ტიაგო მოტა რაღაც ძალიან ცუდი კითხები დაუსვა? დაუსვი. სხვათა შორის უნდა ვთქვა, კითხები მოვიდა ბევრი. ჯიგრები ხართ, მეგობრებო, ჩვენ გამომწერებს მიმართავ, ჯერ გამოიწერეთ, დაალაიქეთ ეს ეპიზოდი, ჩვენი ყველა ვიდეო, დაალაიქეთ YouTube არხი და როგორც კი დავდეთ ოთარდინიოს ფოტო Facebook page-ზე, ჩვენთან როგორც კი დავდეთ, ეგრევე კითხვაზე მეტი იყო ვარაკაცი, ჯიგარი, ოქრო. კომპლიმენტები იყო. ძალიან ყველას უყარხარ მართლა. მართლა. უცველად გეუბნები. მაგიტომ თბილისში თუ საქართველოში? საქართველოში კაცო ყველა მწერდა ხა, მაგრამ თბილისი და საბრინას უყარხარ. არა, რუსთავი ნაკლებად ვიცით, იმიტომ რომ ახალი გადასვლილია. ნიჭიერში როგორ მოხდიო? ნიჭიერში როგორ მოხდიო? ხო იყავ. ნიჭიერში, ის გავაგზავნე რა არ ქვია. გახსოვს რო იყო? კი, მახსოვს, 2011 წელი იყო. ბურთი გაიჩერე, ხო? ხო. მანო ჯავახის უთხარი, მინდა მეთქი რა და რაღაცა ის Facebook-ი თუ ის გააგზავნეო და ეგრე. აჰა. და გადახვედი შემდეგ ტურში? კი, ნახევარფინალამდე მივედი. ის მახსოვს რომ ბურთი აკენწლე, ერთი ეგ მახსოვს. კისერზე გავიჩერე ბურთი და კიბეზე აი ესე ავედი და გადავაბიჯე გადმოვედი. და ესე ვატრიალე ბურთი და არ გადმომივარდა. როგორ ატრიალი? აი ესე ვატრიალე ბურთი, აი ეს მოშა. იზავი ხარ რომ მოგცეთ? კი, კაცო, ვაკეთებ ამას. მიეცი. მართლა იზავი. კი. მიეცი ბურთი. არ იზავს ხა ვერ გადავიღე. არა, რა. ეხლა ეს რაღაცა მაგრამ ეგ არ გაუშვათ რა. აი ეგ არ გაუშვათ. არა, გაუშვათ. კიბს ამიყვანა მარცვალაძემ. მაგას და მაზიანი მოვიგე იქ. კისერზე დავიდე ბურთი და მომიყვანა ტოპ მოდელი კაჭია. მე რატო არ აუ, რა კარგი რა იყო. პრობლემა? რავი, ჩემე მან გაიგონა ცობა მე. ეხო ადრე ძალიან 2011 წლის მერე აშენები 2007 წელში კაცო. მით უმეტეს ბიჭო 18 წელია გასული. ულამბაზესი არა კაცი არ გაიგოს არ ეხები გაუშვეს. აიქიდან ეწყებოდა. არის ცოცხალი ომია იქ. კაი თიმა. ავთო ლაიქერი გეკითხება. სტადიონზე ყველაზე მაგარი გოლი რომელი გინახავსო? შენ რასაც ესწრებოდ დასწრებული ხარ თამაშს. ყველაზე მაგარი გოლი მე ვნახე. რასაც ესწრებოდი კაცო. ტელევიზორი არა. დინამო სტადიონზე მაქვს ნანახი ასეთი გოლი. ვინ გაიტანა? უცაემა ხაზიდან მოსკოვის ტორპედოს შეუხვია. გადადიოდა ბურთი რიოკი წავიდა და ხაზიდან გაატანილი გოლი. უცაემა. კი. წელი ხო არ და გოჩამაჩეიძემ სამ შტანგას მოხვდა და შევარდა. მაღალი და გვერდზე ზელებს. სკარასტოვს გაუტა. და დამოუკიდებელი ფეხბურთი სკარასტოვს ეგ მახსოვს კიდე? დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ბატო ყიფიანო რომ მოსკოვის სპარტაკს ცხრიანში გაუტანა. დამოუკიდებელი მეთქი რა. ეგ. ბიჭო მაგარი კითხვაა დაუსვა? აბა მიდი. თემო რეხვიაშვილი გეკითხება. ოთარ მარცვალაძეს რო დაენიზლავე ქალების თემაზე მოგვიხევიო. აი ეს იყო ახლა რომ აი, იცოდა ვიღაცა რა წდება. ხე როგორ გაბაზრებული ხარ ბიჭო? იცი ჩემი ხოდით ჩავედი კიდე და წამომიყვანა იქიდან აი მარცვალა. გავიგეთ უკვე კიდე გამეორება. ხო და არ გითქვამს რა, როდის გამოჩდი პირველად, რომელი ის იყო? სტადიონის დროის გამოჩდი? ო, რა, აი ოთარდინიო რო შემოვიდა. ხალხი იქ რო გამოვარდებოდი ხომ 20.000 კაცო, არ გიწდება, ბატო, აი შიშის მომენტი არა გაქვს რაღაც, ბატო. შიშის მომენტი მქონდა. თავიდან. კი, და მიშა სალაძე გამომეკიდა ერთხელ. საკუთარი ალბომის ნაკრები, ორი კიდე კაი ვერ დაგიწირა ბიჭო, და მიშა. რა ცუდი ფეხი მქონდა, მურთა შეგემ ცხვირი გაიტეხე მაგ თამაშზე. და ნასაკეთ დააბრალებ. ორი მოვიგეთ. მე ბენდე მახსოვს ეგ თამაში? კი, მე ბენდეზას თასის მახსოვს, ოთარ გაბელიას რო ჩაარტყი. ჩავარტყი? შენ რო შეგიყვანე შესვლაზე. არა, კაცო, გაბელიას რო ჩავ. როგორ? არა, შემთხვევით გაბელიას პაროდი. ჩაარტყი, დაარტყივეთ კი არ გეუბნები, კაცო, კარში იდგა. ვარდნა. ფეხით გაექანე, გაშილი ფეხით და კირაღა მოკარგე. იქითა კარში ხდებოდა, იქითა კარში. იმიტომ ქართლოსთან თხოვა, რომ შეუშითო ოთარ. ცონებული ქართლოსა როგორ მეყვარდა, აი კაცო. ქართლოსა ჯიგარი. მესისაც მაგრა აკეთებ, ის მესის პაროდია. მესის მიდი ლექსები გაქვს. დაიწყე ლექსი. რომელიმე? ის არ მოყვე კაცო, რომ თამაშობდი იმასთან ლიგას. ბიჭო, მე რა მოყვები, ჯერ ეს. ეგეც მაინტერესებს უმაღლეს საფრანგეთში ლიგაში. გუნდში ვიყავი დამძალებიურო. თუ გაიტანო ორ გოლს, ორ ადგილია საფრანგეთში უკეთო. ზორი ჯარგა მქონდა გოლები. მე საფლავე რა გუნდი იყო, ბიჭო, გამაგი. ჰერმეს. აბა დამგზავრები ბიურო ხო, იქია რა, ეგ არის. შავი მაიკა, შავი, შორტიკი შავი გეტრები. შენ თამაშობდი? მანდ ვიყავი ხო, მათამაში. ლიდერი იყავი? არა, კაცო, ზამენაზე შემოდიო. და რა მოიგეთ? ვიგანი ხანვაგებით ხან ვერ ვიგანი. გაიტანე ორი გოლი? არა, ისა პაციბე ჩაურდი. ბიჭო, რა ვიდან საფლავს გაჩუქებთო? ო, ორ ადგილას საფლავს გაჩუქებთო და ძალით არ გამქონდა რომ არ ჩუქებინა. ჩვენზე გაქვს. და გაყიდეო, გაყიდეო და ჩემგან ვინ იყიდით ეს საფლავს? სად გაძლევდნენ მერსედესზე? მახატაში. მახატ. ხა სუნთაერი. აი სთან აი ბიჭო სპეციალურად უწელა. და ლექსები დავიწყო?
ო მიდი ხუჩაკო არასხელიას არამ გაახარა მთელი საქართველო ხახლა უნდა იცოდეთ უნდა დავლიოთ შენი სადღეგრძელო მთელი საქართველო წამოგიდგები ფეხზე შენ ფეხმედნიერი ყოფილიყო შენთვის ფრანგული პესეჟე გავაწლები ხუჩაზე ოქროს ბურთის მადლია მოპარულ ჟესტივით ინგლისის გუნდები ათრია დაჯილდოების დროს კვარა თას ჩაეხუტა იქეიფებენ პესეჟე შეჭამენ მწვას და გუბთას პესეჟე რომ მოიგებდა ძალიან მაგრად მჯეროდა თამაში დამთავრდა მთელი პარიზი მღეროდა თამდაბალია კვარა ეგავს კარგი თვისება საქართველოს მოუტანა ვაშკაცური ღირსება შენმა ოჯახმა გაიხაროს კვარა როგორც შენ გაახარე მთელი საქართველო ეხლა იცი რა გაბაცდა მორჩა რა ჩაარში აი ლუის ნაზარი ოთარ მამასახლისი ლექსის ავტორი ოთო მამასახლისი ოტო ოთარ დინი ვაღარ თქვა მოიცა ჯერ დაიცა გაჩი ეხლა მეორე ლექსი ვის რაღაცას ეკითხება მამარდაშვილზე მიდი აბა მამარდაზე ლუის ნაზარიო გამახსენდა უცებ შენ ალისონი შენ დაწყებლე ტრამვარული მე და აიმე ლოცულობდი და ტრამვარული აგრა ლოცულობდი წინა დღეებში გამოდის რომ ბრაზილიაში აი ყურე ვალენსია დატოვა გადავიდა ლივერპულში მთელი საქართველო ენაცვალეს მას სულში თამდაბალია მამარდა ეგავს კარგი თვისება საქართველოს მოუტანა ვაშკაცური ღირსება ეს ალისონი ბეკერი რა არის ბიჭო ვერ მიხდი რომ ხარ შენ მაგარი ბებერი მამარდა გუნდს გააძლიერებს მე მაგისი მჯერა ნაკრებში მაგრა თამაშობს კარგი აქვს კარიერა ბრავო ლექსის ავტორი ოთო შემდეგი ლექსი შენი პოეზიის საღამო და შეგვიძლია შემდეგ გავარჩიოთ ეს ლექსი. არის თორე ძალიან ხატრული ესეთი შუქია. მითმა დიმა ობოლაძეს და ნოდარ მე ბეჯიმე დიმას კომენტატორობის აქვს დიდი სტაჟი. ნოდარ სიმსიმეს თამაშების კარგად მიყავს რეპორტაჟი. მე თქვენთან ვარ სტუმარი, აქ მოსვლაზე მე არ გითხარით უარი. მე პესეჟეს ფანი ვარ, მაგრამ მიყვარს კვარა, პესეჟეს გუნჩი, კაი რა, ტრამები მორჩა კმარა. კარგი გადაცემა გაქვთ. ღმერთისგან იყავით დალოცვილები, თქვენმა ოჯახმა გაიხაროს, კარგად აკავდეთ შვილები. ლექსის ავტორი საქართველოს ნაკრების დილისმა ოთო მამასახლისი. უდიტიედეთი ხარ ოთო. ჯიგარი ხარ. ნიჭი რა არის? დიმასემ კიდე უფრო მიესი ნიშა გზაფხული. ლექსი არა გაქვთ? მთელი ბიბლიოთეკით მოვიდა. დემეზე მაგ თქვა? მიდი, პატარა ლექსია. მიდი, რა თქვა რა იყო რა ლექსი. კიევში რო ჩავედი, იცი რა მითხრა? შენღა მაგდი რა. ორი მშვენი დასვა ტრაქზე, მაგარია დემეტრაძე. დემე მაგრამ მიყვარს დემე. კი, დემე ჯიგარია. ეხლა ის რა იყო, არის ეგეთი ფეხბურთელი გვარად არის აჩერბი. დიმა, კი არის. აჩადე რა. კი. აჩადე. არის ეგეთი ფეხბურთელი გვარად აჩერბი. ვერ დავიჭირე დიმა რომ გავპარწო ეს წარბები. ეპიცები ეს შენზე მაგარი თუ არის. ეს ალექსი თქვა იმან ნახე ხო? რა, გავაგზელეთ ისა რა და ოთო. მიდი რა გააგზელე შენ? გახსოვს იმ ერთხელ რომ მითხარი გაცემაში. გაიჩერებ კისერზე ბურს? კი. ისედან კერძეს ვაჭა. აკა? თუ კი რა იქ რა ვიცი. არა, ადგება და გაიჩერებ. ოთო. სენიორ, შენ ხო? ოღონდ ეხა არ დაგივარდეს თო. არა, რა არაფერი არ მივარდება კაცო. არაფერი არ მივარდება. მიდი, შეგიძლია ბურთი გააპო. მე და დემე მაგრები ვართ. სი. არა ესე ვაკეთებო ესეო? აი ესე შეგოდი. არ საბრალ. ის კისერზე დავიდე ბურთი და ის გავაკეთე კაცო. სკოჩით გაგიჟდა. ის რო ჩავედი. ეს არ მოვიგე მაზიანი. რაჯი აბა ეგრე. რატომაც არ დავждები? რა პრობლემაა? ბრავო. დავეხ თავი გავაკეთე. აპლოდისმენტები არ ისმის. აი. ეს რა მანიაკე ცხვირში მომარტყა რა. მართლა? არა, ისა ხუმრობ. ცხვირშია, მეც მოხვედრია თამაში დროს ადრე. გიჩხუბია ესე? არა, ცოცხალ კედელში მოვკვდა პირდაპირ ცხვირში. აგინდოდა. ესე ვიყავი და რა ეგ უნდა დაიცვა თორემ. აბა ესაა მთავარია. გავიდა. აცადე რა აგინდოდა რა. რა გჭირს? მე მგონი. ბურთი მოხდა. რა, მოდი აქა ბეჯო. მართლა მოხდა? მართლა მოხდა. არა, ხუმრობ. სერიოზული ხო არა? მიდი ნახე. ლიგას მიდი გამოვიდა. მოეხმარე. ლუკმენ ჩოხარაძე გეკითხება. რა ბიჭო? მეტროში პოლიციად რომ მუშაობდა. მართლა? იყავი პოლიციაში. 1904 იყავი შეჭე. არა, კინაღამ მეტროში პოლიციად რომ მუშაობდი, რომელი ფეხბურთელი ყავს დაკავებულიო? ოი, პოლიციის სიონში მეკარე. მე კი რა, ჩემო ნაპარნიკმა. პოლიციაში როგორ ვიყო? არა, ასლანიძე. დაიჭილე? მე არა. არა, დააშავა. მე
რავი, მე აკაპეს ახტებოდა. ეგ არ იქნება. მაშინ იყო როგორ 20 კაპიკისთვის დაიჭირა. არა, მე არ დამიჭე იმანდე და მე გავუშვი. მეტროში რომელ მეტროში მუშაობდი? წერეთელს ვიყავ. მეტრო წერეთელი. მე გამოგავდი. სუმად ვიყავ. რომელი წლები? რამდენი ხანი იყავი დო? 92 წელში გადმოვედი პაჟანი კამანდიდან. აუ რა კაი დრო იყო. პაჟანი მუშაობდი. პაჟანი კი ახალ დროში მუშაობდი? სად? სადა ეს ნახე ვაკის რაიონში. ნუ შენ პროვოცირებას ნუ ახდე, ნუ და. ვაკეში. ბონდოშანიძე გაგია? ბონდოშან გამიგი კი. აბა თქვი ვინ იყო? მეხანძრე. ო, მაგის სახელობის ტურნირები ტარდებოდა, ბიჭო. მეხანძრეებში კიბებს ძროძრებიან და რა. მეტა მე თამაშობ. მომის რას უნდა კითხო მართლა, მეხანძრე იყავი? პოლიციელი იყავი დო? კიდე? საბაგიროს მუშაობდი კანატკაზე. რად? აი ეს კონტროლიორი. კიდე? всё რა. მე მუშაობდი რესტორნებში, ბერიკონში. მიმტანად? არა, გუშიკად. მტვირთავად? რა დაძიმე ცხოვრებაა. და სააკაშვილი იჯდა 97 წელი და მეუნება. მე მოვიგექო. მე გავხდები პრეზიდენტი. ხო. ოსკაპიქს მალე. მე ხო გახდა? არ გამოვარდი ოსკაპიქიანი. რა თქვენ მეთქი, თქვენ აქეთ გავჩქე 50 ლარს მეთქი. დღეში მაქვს 50 ლარი მეთქი, ბერიკონში მუშაობ. 20 კაპიკს გადლები და ბიჭო. საჭმელი მიმქონდა და ფული მიმქონდა ყოველდღე. აბა, მაგრამ თქვი რამდენი ხანი იყავი მილიციაში? მეხანძრე, პოლიციელი, მალე შარიკაშვილი, მე ბრატიანი, რომიტო შოტაზე, მე ჟორდანია, ეგენი იყო. ბერიკონი. და რა კაი დროს იყო მილიციაში 93. ბიჭო, ამდენი ნაცნობი, ამდენი ის ყავს, ამდენი წელი ამ რაღაც ერთ პატარა სამსახური გუნდებში რაღაცა ისე მინდა სამსახური როგორც ბოლჯომის სამსახური. და იქ რა ქვია? შენ ხო ძრებოდი ხოლმე იმაში, რა ქვია, გასახდელები და რამე თამაშის დროს ხო ჩადიოდი? ეგ ადრე. 90-იან წლებში კი. იმ იტალიასთან იყავი, მაგარი იტალია რო ჩამოვიდა, ბაჯო და ისინი რო იყავი. კი, სურათებით გადავიღე. ზოლა, ბაჯო, რავანელი. სად არის მე ეგ სურათი? სადღარი ეგ. ის სურათი მაგ კიდე დამეკარგა. ტორე ანდრეფლოსთანვა გადაღებული. ალბანეთი დაბალი იყო და რანაირად გადაიღო. ალბანეთი რო იყო კიდე ის, რა ქვია, ტარე იმასთან არა? არა, იმასთან არა. რატო რა არც ვერ დააკმაყოფილა თქვენი? იმან შორტი კი ბაჭკა, ლევეკუზენში იყო, ულფკისტენი. მართლა? ჩვენ ნახე ვის შორტი გვაქვს? ეს ვისი? ბაიერნი. რა ბაიერნი? ობორაძე, 10 ნომერი. ეს ბაიერნი შორტი. ვერაფერი, ბაიერნი არ ვიცი, მაგრამ ეხლა დოლარო გაქვს, უნდა მოიგო, ხო? მოიგებს, ეხლა 4-ია, ხო? თავის საქმის ეხლა მითხარი შენ ნაკრებზე რას ფიქრობ, ჩვენ ნაკრებზე? ესპანეთთან? ზოგადად და ესპანეთთან რასაც ფიქრობ არ აი მე მინდა რომ ეგ თამაში ფრემაინც ვითამაშოთ. ესპანეთთან? რა მოხდა რა არ შეიძლება? მოვიდეთ 1-0. ხო. და რევიში მარო შეიძლება როგორ არ შეიძლება? შეიძლება არ დაბიფრინოს ახლა ეს თამაში? მე მჯერა. ან ეხლა დადგა. მაგრამ მჯერა რომ ჩვენ ლორიამაც ხო იფრინა ესპანეთთან. ლორიამაც იფრინა. ლორიაზე ისე რატო არ დაწერე მაშინ? ვიღაცამა დაწერეს მაგარი ლექსი. აუწერი მაგრამ აღარ მახსოვს სახში მოყვა. აბა ვისა როგორ იყო? სოლდადომ რო კარში ხია გაიტანა გოლი, აბა მაშინ გაიტანა როცა იდგა ლორიაო, დაწერა ფანებმა. შეიძლება. შენ დაწერე ხო? არა ბიჭო Facebook-ზე, მაშინ მაგ 2012. ხუდი ან დაიხურე, ან 2012-ის მერე იყო ეგ ისა ლექსი. ხო და მე არ დამოვიწყება გერმანიის ნაკრებმა რომ 2-0 მოგიგო თბილისში. კლინსმანო რო გაგვიტანა. აუ რა სიმაღლეს დიახ, შელია ვერ ისაკრა, ის შელიაზე ბაღლა. შელიაზე მაგა ახტა შელია რომელიც ჯორდანი იყო. შენ გასული თამაშებს, აი კიევში რო თამაშობდა დემეტრაძე, გინდა კალაძე, მერეკი ჩოთი. ხო დაყვებოდი ხოლმე მაგათ. მე მახსოვს რომ რამდენჯერ შემხვდი მითხარი რა ეხლა არა, ეგეთი მოდი. რა, აბა მომატყუა. ბიჭო, ისე შელია და ცხადადის ცენტრალური მცველები კაი წვილი იყო. მაგარი იყო. სერიოზული წვილი. ჩიხრაძე კუდინოვი, მახსოვს, კაი იყო. კუდინოვი. ხრუბეშა? უცხოეთში რა თამაში ყოფილი ხარ ნაკრების? არა, მაგრამ ვლადიკავკაზის ალანიას თილისმა ვიყავი. და ყველა თამაში ალადიას თილისმა. გაზაევს იცნო? კი. ვალერი გიორგიევიჩ გაზაევი. შეხმურებული ხარ? შელიას უთხრა. ეს ბიჭი ვინ არის? ღამის 3 საათზე იქ საჭმეს ჭამს. სადო? იქ სასადილოში. ვერ ჩავედი. აღარ ხელა ქვავი იყო და კაპლეტი იყო. ზევიდან კატა გადმო. კატა იყო. აი კატა, რამ ხელა კატა. შიქვაფში ის და? არა, ზევიდან და კატა. შეიძლება ეგ იყო თილისმან თავიდან და იეჭვიანა. არა, კატლეტები იყო და კატლეტი, მეთქი და მევასებოდა ნიგოზი და თაფლი რა. ეგ ხო თქვი? კი ბატონო. არა გვაქვს ნიგოზი და თაფლი, ხე იძახე სასწრაფო აიგე სოსისი გვაქვს ნიგოზე და აიგე მანამდე კი აიგე ჭამე დო ჩვენ. აა ლევსავთ კაცო. მე აგე ძმაო. ეხა უყურე გადაუშვას ჟანგიან ყბაში. მე და მეაწაგე. დააბნელე, შეგიძლია რომ დააბნელე. რასაც შეჭამ შენია, რაც არა დაკარგულიაო. დისკილიან დასაგააცო. შეაყარე კედელს ერთვი თუ მოგწონს აი გამოთქვა.
ოთარ მე რეზი დანელია წამე დანელე ფეხბურთელი იყო დინამოში ბადრი დანელე შეიძლება ეგ არის ამერის ამბები მოგვიყევი რო შეჭამერეო ესე წერია მოუტანეთ ერთი ამერის თილისმაც იყავი ყოლა ეხოცები რა ამერის სტადიონი ეხლა ყველა მეუნება ჭამე ყველა მეუნება ამერის სტადიონთან ეს არის ჯოჯოხეთი იქაო რა ხდება თო ამერის ამბები მოგვიყევი რა ხდება რა ამბები ხდებოდა შეჭამე ამერის თილისმაც ვიყავი ვისევ ქართული ფეხბურთის ზოდარა თილისმარა გახდი არ გინდა გახდები დიმას დაჭირდება ყველაზე დიდი კუში ვის ჩქებია და რამდენი ძმობას გაბიცა არ მოიტყუოთ ყველაზე დიდი კუში აი ყველაზე დიდი $500 ხო თქვი ვლადიმერ ვაისის ვიჭმა $500 მოგ 500 ევრო აბა ეგ როგორ დამოვიწყდება თო ეს 2022 წელი და რატო და მე უთხარი წინა დღე სათუნო ჰილტონში ის завтра гол забьешь и проиграешь მეტი შენ ყავ გოლს გაიტან და გააგებო კუთხური სხვა ეს завтра гол забью клянусь матери я тебе 500 თუ გავიტანო დედას გებიცებიო $500 თუ არ მოგცეო კუთხური სხვა უთხარი არა მაგრამ კუთხურიდან ჩაახვი მე აქერი და ვიძახი ვერც ერთი ლექსი ვერ გავყიდე ბათუმში 0 ჯიბესი 0 ბიჭო და კაშია მიცი რა მითხრა რაყის მათი ხარ 96 წუთზე ჯიბიდან ამოვღე ტიპს €500 ბიჭო მოგცა მართლა ესე იგი ჯიგარი ხო შეიძლება რომ არ მოეცა ვინო შეიძლება და სიტყვა ძმაო მე ბიჭებს ეტყოდი და იმის მერე მაგმის კარგად მიზის საქმე რა სულ იგებს იმის მერე ბრატისლავის ლოვანი სულ იგებს თამაშებს კი ჩემპიონაში გეუნები სულიონაში ისეაც იგებდა მაგარი გუნდი ყავს რა ის მაგარია ბარსეგიანი ო ძალიან თვალს ვერ ვწყვეტ რომ მაგაზე მაგარი არ განახსოვს ნაკოლკები კი ვატო ბაკრაძე დიმა ვაიმე რომელია ბაკრაძე რომელია დიმადან ოთარი რო იხჭობოდნენ რომელს გადაარჩენდიო აი ეხლა არ ჩაიჭერა ბიჭო დიმადან მე მეკითხებიან ხო არა იმას არა ლათელა დეიდა ორი ვენიცა არა ეგრე რომელიღაც თქვი ესე ყლეს დაიგრი ის თქვი კამერა ეს კამერას ვესროდიო და აი შესთან ეხლა გეხარ და იქეთ ნოდარი უფრო შეიძლება ეს დაიწყო რომ სულ მე რა ცუდი შეკითხვა და ორივესთან კარგად წავარდო არა და არ გიდა ურთიერთობა მე ჟორიკასმა ერთ პასუხს გავცემდი რა ერთი ამაზე კარგის მოთხა სულ აიცი ვაშე მე არა აბა ვის გადაარჩენდი შეცება სულ რა თუ არ იცი როგორ უნდა აი სა მართლა ვის გადაარჩენ ნოდარის თუ მე ვიდი თქვი უცე თქვი ბიჭო რა იყო დაიდა შენ გენაცვალე და მე რა დაგიშავე შენ ლექსებს ვიყიდი დღეს მე სულ არ ვიცი და მე რა დაგიშავე სურვა ხო ერთად დაიშობოდი იქნებოდა გაიფო იმან შენ სურვა იცი ой ამაგარი კითხვა სურვა იცი სინქრონული მოძრაობა აი ოლიმპიური და რა ყველა რავი აი ოთო ულაძე არის მოყევი დემესთან რო ჩახვედი კიევშიო ხო გააპო უკვე და ო ის მაგარი რა ნუ მახსენებთ რა არა წარს აი შეთ კაი აი რა კიევში მაგა კიდე კაი რომ მოვასწარი ჩასვლა კიევში თორე ეხლა რაღაც ჩავიდოდი კიევში აი საქართველოს ჩემპიონატზე რას ფიქრობ ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონა დადი ხარ თამაშები კი ვესწრები როცა კარგი თამაშებია ლექსებს ამბობ აძრობი არა წინასწარ როგორ იცი როცა კაი თამაშები ლექსები ძულობს არავინ არ ყიდრა ოთარ წინასწარ საიდან რა დროს ლექსიაო როცა ვებსიაო აი დავით ევოში ისთან ამბო ეს არის შექსპირი მიმართულების შექსპირია მე ბიჭო შენზე მაგარ ლექსები მომისმე და რა იცი წინასწარ ვიკავე თუ კაი თამაშია ვესწრებიო და წინასწარ რა იცი რომ ეს კაი ხო ვიცი კალენდარი ხომ აქვს და აფიშა ახლა მიდიორ კაი თამაში დინამო გორის დილა 3 ოქტომბერს 21 დინამო გორის დილა 3 ოქტომბერს 21 საათზე ყველას გელოდებით თამაშზე მაგარი თამაშია რაც არის უნდა უყუროთ უნდა ugუშემატკივროთ და აგებობთან საკომაგოც ძალიან მაგარი კომაგი კომაგო რომელსაც კიდე უფრო ახალი სისხლით განგვაწყო აგვავსო და აგვავთოვანა ოთარ ეხლა იცი რა ვეტერანებთან მინდა რომ შენი ურთიერთობა მოყვე, იმიტომ რომ ვიცი საოცარი ურთიერთობები გქონია და გაქვს. ვეტერანებს გეუბნები 90-იანები და თუ კიდე უკან წადი რა. არა, ამის ასაკს არია შეცი. ხო, არა, 50 წლის ბიჭო, 49 66-იანი. 60-ის ხდება ბიჭო. კითხავინე ვარ 66-იანები? მე კაჭარავა, ბუბა ტყავაძე, გელაინალიშვილი, რომან ფიფია, სტოიჩკოვი, რომარიო, ჯანფრანკო 66-იანი. კი, ჯანფრანკო ზოლა 66-იანია. რომ შეადგინეთ 11-ეული. აჰა. ხო და იმ ძველებთან ხო მაშინ აი როგორც ახლებთან. კი, კაცო, დინამოს ბაზაზე ვიდექი ხოლმე რომ გამოდიოდნენ შიგულებით გაბელია, ჩივაძე, შენგელია, ცხონებული დარასელია. ერთხელ გამატანა 10-მანათიანი გამატანა. მაროჟნები მოიტანა და ხურდა დამჭა 4 მენტი. თუ кайფული იყო. მენტი. შენი იყოს.
რა. ეს 4 მანეთი რა და ნოჩესტის გასაღები მანეთი. 4 მანეთი რომელ წელი იყო? მანეთი ფული იყო, კაიფული. აი 4 წელი იყო გეტყვი ხა რა. 4 მანეთად აი ჩვენ სამნი სახინკლეში ხო შევიდოდით კარგად. აგერ მეცხრე კორპუსს რო ეძახდნენ, ჩებურეკები და ესენი იყო, რა ვიცი. აღარ იცოდი. 3 მანეთად, 5 მანეთად შევიდოდი. ნოდარე, დიმა, ეგეთი. მე ვაკაცი მყავდა, ხო იცი რა შვებოდა? ბუფეტში, სკოლაში. 4 მანეთი. რო ჭამდი სასის საიდები. გთხოვდნენ რომ მოაპეჩიე რაღაცები და ეს შევდა, აი. მაგა? ოღონდ მოწამდა და თუ არ მოიწეს მას, ხედა? ამან კიდე უარესები. მე ბოროტობა. აბა რა თავის ფული ნაკედი ქონდა და ჭამდა ტოპები. მე რო 15 კაპიკი. სკოლაში მე მახსოვს. შენთან მაგ ეხლა ესეთი შედარებები მინდა გავაკეთოთ. მესი თუ რონალდო? ეკითხვაც იყო. მესი თუ რონალდო? ხარტერია და რა ვიცი. მე რონალდო მევასება მაგარია. იცი რა? აი, კიჭა რონალდო თუ ყველაფრით თამაშობს. კიჭა რონალდო თუ ტრაკით, ყველაფრით. ხრით, ყველა ნაწილი თამაშობს. ტრაკით? ყველაფრით ბურთს. რა ვიცი რა. და თან შვილთან ერთად თამაშობს ეხლაც. ჯუნიორი ხო? იმაში არ არის. მატუკი ჯუნიორი. მატუკი ჯუნიორზე. ხო მაგარი. მატუკი ჯუნიორი. სათამაშო ბიჭო, პატარა ბავშვია. ზამენაძე შემოყავთ. ყველია? კი, ზამენაძე კი იცის და მე გადავიდა. მე რა გავიგეთ იმა იცი? შეიძლება მესი დაბრუნდეს ბარსელონაში. აი დირექტორად კი? არა, ითამაშოს და მან დაასრულოს კარიერა. და მე მინდოდა რონალდო და მესი ერთად ყოფილიყვნენ გუნდში. ერთ გუნდში რატომ? ვერ მოვესწარით აბა. რატომ გვინდოდა კონფლიქტური ადამიანები? მინდოდა რომ რონალდო მე პასებს მიცემდა მესის. არ მიცემდა პასებს. მე იმაზე ვოცებო ჩაკვეტაზე და კიტეიშვილი რო ერთად იდგენ რა. აღარ აქვს რივოკი რო ქონდა რა, კარგად გარბოდა. ვის ბიჭო ტრაუმები და ეხა აი რონალდო ამბობ ჩაგარბოდა. არა მესი რონალდო. მესი და რონალდო გავიგეთ რონალდო. ეხა კიჭა რონალდო თუ ეს რონალდო პორტუგალიელი? კიჭა რონალდო თუ ეს რონალდო? აი ის მაგარი იყო. ოჩახ ყველაზე კაი ისა რა ქვია? მაგრამ ის რონალდო მე. მამარდა თუ ალისონი? მამარდა. ნიასნია. ოტარდინიო. ჩვენი ჩემპიონატის ყველაზე მაგარი თამაში რა გახსოვს? მე მახსოვს დინამო, ტორპედო დინამო 2001. ქუთაისში სავსე რო იყო. ყველა მაგ თამაში მგონი გამოვედი. იქნებოდი, არ იქნებოდი. და დინამო ხო არ მოიგო თამაში? არა, ტორპედო. ჩემპიონი გახდა მაშინ. ქუთაისის ტორპედო. მოედნაზე გიშვებდი? ჩამევიდა თარსი ქუთაისელმა. შენზე თქვა. ეხლა მოიფიქრა და ეგო და ლექსები 20 წრად მეთქი და 20 წრი მომი 100 გრამ არახს ვიყიდით დავლებო. თალეში გამითხრა ქუთაისში. მიხიჩასთან ხო კარგად ხარ? კი. მაგ თამაშზე იყო ზუსტად მიხიჩა 80 წლის გახდა ეხლა. ეხლა? 45-იანი მეგრე ვიცი. აი, ეხლა მიდი ჩვენი ვეტერინარის პაროდები ხო გაქვს? გაბელიას და იმათი. არა, მაგათი არა. გეშინია ხო მაგათი? იაშვილი? არა. აი, შემდეგ იაშვილის ეშინია. არველაძეს აკეთებ, არველაძის პაროდიას. შოთა? ამიშო ორივე ერთნაირი ხმაობს. ხო, შოთას ვაკეთებ. აბა მიდი. რა ერთნაირი? ჩააწოდერათ. ჩააწოდები ჩვენ გაატრაკეთო. აუ, შენ რო ქონდა ის მოფიქრებული, გახსოვს ბათუმში რომ მითხარი? მე მწორთნელსო მინდაო. მწორთნელსო მინდაო, უთხრაო, ისა რომ გეგუჩაძეზე ამბობდი, როგორ უნდა აიყვანოსო, ისო რა ქვია, მცველმა მეტოქეო. არა, ეგ კი არ გითხარი. მაგარი მე ყველა ფორვარდს ვეუბნები მეთქი რომ ნასოკი გამოიყენე. არა, მოქმედება ქონდა რაღაცა კარგი. შანსი მაგარია. თხოვნებული დარასემ ნასოკით არ გაიტანა. ნასოკი გააკეთებ რასოკი. კაი, ვიცი რა, მე ჩვენ ტრადიციულად ვეთამაშებით ხოლმე ჩვენ სტუმარს ჩამოხჩობანას. ჩამოხჩობანა? ხო, ჩამოხჩობანა გვაქვს დაფაზე დავწერ ახლა ერთ აბა ნახოთ. და თუ წააგებ სვეტში გარეთ გახსოვთ თოგზე. გვაქვს გამზადებული. აი მე. რა, იცი რა თქმა უნდა. არა, რა თავდებადი. ახლა იმას მოგიყვები მოსკოვის სპარტაკის ტრენერს როგორ უთხარი გავრილოვს. გავრილოვი კი არის ისა კაცო. ბესკოვი. სპარტაკის შეპელი თუ გახსოვს 0-0 მორჩა. აი მე მაგარი გამხდარიო და კარგ ფორმაში ვარ. გუნდში ვთამაშობ. რომელ გუნდში? იმაში. კასპის განთიადი. აი დედასა. მე ერქვა გუნდს ცემენტი. გუნდს ერქვა ცემენტი კი, თამაშობდი კი. რომელ გახსოვს პრეზიდენტი იყო ცანცულა. თუ გახსოვს? ჩერმენი კინონა რა გაბიდაური? ჩერმენი. კაი ხო, რა კასპის ცემენტი. ხო და მივედი ბესკოვთან და ბესკოვს ვეუნები. Здравствуйте. Масла იყო კასპის ცემენტი ბიჭო? გუნდი ბიჭო? დიახ. რა, ხვამლით საგერი არისო? ნარიჯი დატარები. ვარძია ასპინძა. კასპის ცემენტი არ გამიგია. მეხანიჩა ხალხი არის. რომელი იმაში იყო კასპის ცემენტი? ინდიელი ამაგირტო? ის იყო რა საქართველოს პირველობა იყო რაღაც. ხო და მეუბნები ბესკოს. კასპის ცემენტის მარჯვენა გარემარბი ოთარ მამა. იმა ნახე რა შეუნები? იწერება ხა? კი, აბა რა შემა გაგვიტრაკე იწერება ყველაფერი. რა შეკასეთ ინივაში? რა შემოდოჩე?
Я хочу московский Спартак. Команда дагагаза, მე მინდა მოსკოვის Спартак. Спартак хочу играть никогда. Спартакში მინდა Нет, в команде перебой много людей. Посмотрите, у меня Хартвиг. перебოიაო, ძალიან ბევრი ხალხი მყავს, არ შეხედეო. Хартвиг. ვინა? Хартвиг есть у меня. Хартвиგი მყავს, კაცო, შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ? ხო და ოთარ მზად. მე ხო და მე წამოვედი. შენ არ უთხარი დი ნახვი, ხო? წამოვედი რა. კონიაკი სუნი ამოსდიოდა რა. დასვამე იყო. შენ? მე კოკაკოლა მქონდა ალეული. ჩავახშოთ. აბა, რა არის? ეს არის ის არ მოვკდეს მეშინია. ზედმეტ სახელი ერთ-ერთი ფეხბურთში მოღვაწე ადამიანი. შეიძლება ეს იყოს ფეხბურთელი, შეიძლება იყოს მასაჟისტი, შეიძლება ექიმი, დირექტორი და ასე შემდეგ. შენ უნდა იცო. ასო უნდა გამოიწო. ეხლა წინ გუღო არ დაიწყო, ასოები და ასე. ვერ გამოიწო თითო, არასწორ პასუხი. მაიცა მითხარი თავიდან, მაიცა მოусმინდა. მაიცადე ერთ წამი. მაიცადე წარმოადგინე. ასი ცემენტი უნდა დაიწყო. მომჭერი ოთიკო. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ტრადიციული მატჩი. ბიჭო, თამაშები. მოდი. დაიწყე. ასობგერა მითხარი. ასობგერა. ხო, არასწორი პასუხი შეგვიძლია. რამე ასო თქვი, ასო აკვირდები მაგას, ეხლა უბოიასო შეიძლება იყოს. ბ. დუნ არა. არანაირი არაფერი. ბ არ არის. კაი. გ. რა, ასო ერთი ძახი, შენ. ამბარც უმას აჯობებ, დღეს უეჭველი. ეს როგორ ერთ-ერთ ასოს ვერ დასოს. ერთი ასო. თინიო, ოთარდინიო. ერთი. კ. საბიო კიდე აბა იმენა აიმე იმას ნუ გააგიჟებ ამბარც უმამ გააგიჟებ ისეთ მაზავს კაროჩე ამბარც უმამ გააგიჟებ ხმოვანი არის ცირამე ასოები აუ ჩემო უეჭვე ი დე ხო რა დე ორი თქო და დე ამას ორი სახშობელა უნდა აი ეგრევე ტანი წამოვიდა კაროჩე ერთ ასოს თუ გაარტყა მოიგე რა ბიჭო ხელები და ფეხები დარჩა ხვი ერთი ხმოვანი ასოები არის კიდე დუ თქვი ჩემი დედა არა ბ ბიჭო ბ რა ხო თქვი უკვე ბ რა თქვა მიგა ბ რა არის ბუ ერთი ასო აი ბიჭო ბ და დ ერთად არ უნდა ორი ასო ეს რო გაერთო ეგეთი უნდა ვახ შემიდე რა შუ თქვი ან ი ბიჭო შუ ჩემი ართალია ოთიკო რა გამოუჩანი არის რა იგი გამოიცანი მარაგე კიდე დაგჭა ხელები რანაირ ტანებს უხატავს ჩემისა ი ხო თქვი ეხლა ი ყოჩა არის არის მაღალი მ შაიმან ამან გაიგონა იმან ვერა იმან დაიწყო უკვე შო მიდი ახლა მაინც ვერ გაარტყავს ისეთ ასე მიჩედი ოტო ჩარტი ფანტაზია ბიჭო რატანი და რებს ხათ ორი ხელი დარჩა და თვალები და ი ხო იხო არის შეჩენო ყოლასკომი ხ ბიჭო რატო ეუბნები რა არ თქვია თო არა ხო ი ორი იყო და გამოტო არ დაუწერე მეორე ორი რატოა ნახე ორი რატოა ორი იო ერთია ბიჭო ერთია მეორე იმაში არ არის იხო თქვა და ორჯერ რო იყო იქ უნდა დაგეწერა მეორეც მეორეთ უნდა გაწერა უი ხო დამავიძვრა თქვა ხო ერთი დარჩა ის რა მიხოა რა ხეობა რა მიხოა ბიჭო არ უთხრა რა ვერი და ერთი ხელი დარჩა ეხა თუ შეგეშვა დავწვალე დაუმატებ თვალებს შანს მივცემ რომ არ უნდა თვალებს გაარტყავს ხედე და კითხვა არის ციტო ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ადამიანია ჩ მათემატიკის პროფესიონალი მიდი პაროდია გლიჯები ხიჩას ეხა და დავამთავრე რო არ ვიცი კაი რა არის უგეში არ მახსოვს შენ გუნია ხო ხიჩას ეწინება აქედან დიდი სიყვარული ბატონ რეზოს შენ რა გითხარ ბეძე ხა მიხეჭ გილოცა მიხეჭ 84 ზეუბერეს გილოცა მიხეჭ შენზე მაგრა ვინ გიყვარს ქართულ ფეხბურთელებში ერთი უნდა დაასახელო მარტო რა არის ეს ავიღო ხელი უნდა მოვაწერინო რა ვირი ვინ გიყვარს ყველაზე მაგრა საქართველოში ეხლა ამჟამად ხო რავი თუ გინდა წასულია ისე კვარაცხელია მიქაუტაძე რა აჰა ერთი მეთქი ერთი კვარა მიქაუტაძე ეწყინება ოჭო იმას ეწყი მე რა ვქნე მატოი ტრადიციული დაფა საუკეთესო ფეხბურთელი ვარ ყველა დროის საქართველოში ერთი დღევანდელი და ძველებიც ვინც გინდა ჩა ცხონებული დარბოს და როჩა დატოყი მიგარი ხარ აი რაო დატოყიფიანი რა თქმა საუკეთესო მეკარე ოთარა გაბელი გეშირია ხო ოთარას არა ისე გეშირია არა მამარდა არა საუკეთესო მცველს გეტყვი რა აბა მე ეს არის ჩივაძე ალექსანდრე ჩივაძე რა თქმა უნდა ვინ შეგეკა და გავრილოვი
გავრილო არ მეოსება რატო იცი ასე შეგონ თქვა ტიპიანი გრეთკა მაგიტო მაგასაც შეაზიზღა ხალს გავრილო თორე კაი ბიჭი ყოფილა ძა ხო და ჩვენი ნიკორას კომაგის აი ესეთი მაგარი დაფა გვაქვს და სტუმრებს ვაწერდებთ ხოლმე ხელს მედი აბა მოაწერე ოთარდინიო მედი გაგიწელავ გაგიწელე მედი გაგი მე გამიწერე მოდი ამასახ ეგარი ჯიგა ელეკაცი ხარ და ჩვენგან გადმოგეცემა სამახსოვროს ნო და შეთვის რაღაც პრიზებიც არის პრიზი გვაქვს საოცარი შენთვის მაქსისა აპისკოპოტი ხონა მაგ შენთან აი ეს პრიზიც ხომ მოვიგე კვარაცხელიას ეგ დიმამ გიფეშკაშა ეს დიმამ ნახე მიპეშკაშა ნახე ბიჭო ნო და შენთან მეთქე ერთი შეხედეთ რა მაგარია რამდენი გადაცემაა ჩვენ ვაცდი და ჩვენი კომაგისგან უნდა მივცეთ არ მივცეთ კაცო კაც საჩუქარი გაუწელე ისა გაგიწელე ბიჭო ნო და შენთან მაგ ერთ სათხო რა მე რამდენი გადაცემა შენ გეცოდინება შენ ამაში დოლარები ხო არ მახსოვს დოლარები ხო პაჩკა დოლარები პაჩკა დოლარები არა ევრო ციოდეს ეხა შენი ყველა საყვარელი საძილო გითხარი მშვიდობა პატარების და სიცოცხლეს გაუმარჯოს სამი მშვენიერი სოლიდარობა შედის მშვიდობა ეხა კიდე რა გვალ გურს გაუმარჯოს ეგოროს რო ქართველი გულშემატკივრის გულები გაიხარებინოს შენი ოცნება რა არის ჩემი ოცნება რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეს ფეხბურთში აი მაგალითად რა არის ისტორია დაიწეროს ამისთვის არის საჭირო თურქებს მოუგოთ თურქებს მოუგოთ მაგისთვის რა არის საჭირო ესპანეთს არა ჩაკვე კიტე ყველა უნდა ხოძე იყოს მიკაუტაძე და ასე შემდეგ მაგის ეგრე კიტე და ჩაკვე არიან ხერხემალი ისა ოთო აი შეხო თილისმა ხარ იქნებ და წინაკიდურები ვინ არის იქნებ გამართლდეს აი თქვი ვერსიები არა აი ვერსიები ესპანეთთან რას ფიქრობ და გადაიწერე ბირჯარი თურქეთთან რას ფიქრობ იქ თურქეთში ხო უნდა თავი შევაკლა და მოვა ეს ესპანეთი უხსენებელია არ ლაპარაკი არა ესპანეთი ხო თურქეთთან აი შედეგი მეშინია ეს გული რას გიგზავს თქვი შედეგი იქნება თურქეთთან მოგება უნდა მოვიგოთ შეიძლება ჯიგარი ხარ კაცო აი დავიშალეთ მადლობა ყველას ვიყურეთ გამოიწერეთ დიდი მადლობა კარგი დღეებს გისურვებთ ჯანმრთელობას გისურვებთ და აბა ჰე და აბა ჰო გამოიწერეთ ჩვენი არხი ჩვენ მომავალ პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს კვლავ ნახვამდის ასტაბანიანა